რამდენი წლისაა დედამიწა? ხო, რამდენი წლისაა ჩვენი პლანეტა? ეს ძალიან და ნორმალური კითხვა იქნებოდა, სულელური კითხვა არ იქნებოდა, ორდინალური ვითარება რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში. ორდინალური და არა არაორდინალური. ანუ ახლა არაორდინალური ვითარებაა, უმძიმესი ვითარებაა და ნებისმიერი სხვა კითხვა, სხვა თემის განხილვა, რომელიც ამ არაორდინალურ ამბავში არ ჯდება, ჩემი აზრით, არის ივანიშვილისა და შესაბამისად რუსეთის ინტერესში. დიახ, ცხოვრება გრძელდება, რასაკვირველია, მეორე მხრივ არავინ არ კამათობს ამაზე. ჩვენი შვილები ასე მაგალითად დაგყავს საბავშვო ბაღში, მე დამყავს საბავშვო ბაღში, თქვენ უმრავლესობა თქვენგან შესაძლოა სკოლაში. სკვერებში დადიხართ, დავდივართ, თეატრში, კინოში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით. ვეხებით და უნდა ვეხებოდეთ მნიშვნელოვან საინტერესო, არა, მნიშვნელოვან არ ვიცი, მაგრამ საინტერესო არაპოლიტიკურ საკითხებსაც. მესიმ რა მაგრა ითამაშა ოკეან გაღბა, ან კვარაცხელია რა მაგარია. იმსახურებს თუ არა ის ოქროს ბურთს. უნდა განვიხილავდეთ ამ თემებს, რასაკვირველია. შესაძლოა უნდა ვხლიცინებდეთ კიდეც. გვაქვს ვისაც აქვს იუმორის გზნობა ვოხუნჯობდეთ, ვერთობოდეთ ქორწილებში. თუ დაბადების დღეებზეც უნდა დავდიოდეთ, მე დავდივარ, თქვენც დადიხართ ალბათ. ანუ ცხოვრებას, რომელიც მშვენიერია, ან გვინდა რომ იყოს მშვენიერი ცხოვრებას, უნდა ვაგრძელებდეთ განა არა, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც. ტრაგიზმი ან დრამატულობა არ უნდა გვეტყობოდეს, არ უნდა ჩამოკიროდეს ცხვირპირი. მაგრამ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კონტექსტად უნდა გაზრდევდეს ის, რაც ხდება ქვეყანაში ახლა, აქ და ახლა ხდება. და იმას, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, რეალურად ქვია სახელმწიფოს გაუქმების მცდელობა. ხოლო გაუქმებულ სახელმწიფოშიც არის, რომ მიცოდეთ ქორწილი, იყო 60-იან წლებში, 50-იანებში, 70-იანებში, 80-იანებში, განა არა. ასევე იყო და არის თეატრი, განა არა. მე-19 საუკუნეში აგვიგეს ჩვენ ოპერის რუსებმა, ოპერის და ბალეტის თეატრის შენობა და იქ არაჩვეულებრივი წარმოდგენები იდგმებოდა, განა არა. მიდიოდა მაშინაც მსჯელობანი სხვადასხვა კონტექსტის გათვალისწინებით, ჩემი აზრით მეორე ხარისხოვან საკითხებზე და ამით ერთგვარად მოგვიქონეს გული. ხო, ასევე მიდიოდა ალბათ დედამიწის ასაკზე. მაშინაც იმ ასაკის იყო დედამიწა, რა ასაკისაც არის ახლა. განა არა. მაგრამ თავისუფლების მოყვარულთათვის და არა ნაცრისფერი მასისათვის, არა თავისუფალ და ოდენ სამშობლოში და ბიზნეს ივანიშვილს ხო უნდა რომ სამშობლო იყოს და არა ქვეყანა. არა თავისუფალ და ოდენ სამშობლოში და არა სახელმწიფოში. ასევე ამ შემთხვევაში უბრალოდ დასადგურებულია სევდა, როგორც ასეთი სევდა. ვიმეორებ, სევდიანი თვალებით ვუყურებთ დავდივართ კინოში, განა არა, ვუყურებთ ახალ ფილმს, განა არა, ვსჯელობთ კვარაცხელიაზე, განა არა. ძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე თუ მოჭიდავეებზე თუ მოჭადრაკეებზე რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ სევდა კი დაძდებს თუ თავისუფლები არა ვართ. რაც შეეხება დედამიწის ასაკს, დედამიწა არის დაახლოებით დედამიწა არის 4,5 მილიარდი წლის. და ეს მე არ გამომიგონია ცხადია, მეცნიერებმა დაადგინეს. უძველესი კლდეების და მინერალების იზოტოპური ანალიზით დაადგინეს. წარმოდგენა არა, მაქსიმალურად გითხრათ რა არის ეს საბოლოო ჯამში, ანუ როგორ კეთდება, მაგრამ ის კი ვიცი რომ აი ასე მაგალითად მეტეორები დაათარიღეს. თვარის ქანები შეისწავლეს. აი აპოლოს მისიამ ჩამოიტანა თვარის, ალბათ სწორი სიტყვა იქნება, ნიმუშები, მტვერი თვარის ზედაპირიდან და დადგინდა რომ 4,5 თუ 4,4 მილიარდი წლისაა ის, რაც თვარეზე, ანუ ზედაპირზე. და კიდევ ერთხელ გკითხავთ ახლა მე, ახლა ესაა ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი? თუ ის, რაც ახლა, რასაც ახლა გეამბობთ, რასაც ახლა გეტყვით. თუმცა ვიდრე იმაზე ვიტყოდე კვლავ რაც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. მანამდე ისე თავარზე ვიტყვი, ხო? თავარზე, უბრალოდ ვიდრე თავარზე გადავიდოდით, უბრალოდ ასე ვიტყვი. ერთი რემარკა. სწორედ ბიზინა ივანიშვილს აწყობს, რომ ჩვენ მესამე ხარისხოვან თემებში ჩავრჩეთ. ვიყოთ ბიზნეს ხო ესე წარმოდგენა, ჭორვილისტანი, დიდი სოფელი.
და არ ვისაუბროთ ასე მაგალითად მათეზე დაპატიმრებულებზე ვლაპარაკობ, ვისაც ეს ხელისუფლება ებრძვის და ახალგაზრდებს ტოვებს ციხეში. ონისეზე, გიორგი მინდაძეზე, მზიაზე, ზვიადზე, კიდევ 50 პატიმარზე, პოლიტპატიმრებზე, პოლიტიკოს პატიმრებზე. ასე მაგალითად ზურა ჯაფარიძეზე, რომელმაც არაჩვეულებრივი წერილი გამოაქვეყნა ერთი თუ ორი საპატიმროდან, ან გივით არგამაძეზე, რომელმაც ასევე არაჩვეულებრივი წერილები გამოაქვეყნა საპატიმროდან. ადამიანებზე, რომლებიც წნეხს განიცდიან, იმიტომ კი არა რომ რამე ვინმე რამეს უშავებს ახლა საპატიმროში, არა, მაინც და მაინც უბრალოდ თავისუფალნი არ არიან რა და პოლიტიკის წარმოება არ შეუძლიათ რა. ისინი პატიმრობაში რჩებიან. თუ არა, ხო, ბიზინა ივანიშვილს უნდა რომ კანონებზეც არ ვისაუბროთ, რომლებსაც ეს ბანდა იღებს, ბანდა სწორედაც რომ, იმიტომ რომ პოლიტიკას სპობს, კონკურენციას სპობს, ყველაფერს სპობს. მას უნდა რომ ვილაპარაკოთ დედამიწის ასაგზე ან კინოთეატრებში რა ფილმები გადის, მაგრამ არ ვისაუბროთ რუსეთის ინფილტრაციაზე საქართველოში. ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება მშვენიერია, ის გრძელდება, ნუ საუბრობთ ამ პოლიტიკის საკითხებზე, ჭამეთ და წადით ტუალეტში, ესაა თქვენი დანიშნულება, ეს არის ბიზინა ივანიშვილის და რუსეთის მესიჯი. და დამატებით არის ამგვარი რამ. დანარჩენს მივხედავთ ჩვენ, კალაძეები, კობახიძეები, ლიჩნად ბიზინა ივანიშვილი მიხედავს, ეგ ხომ ბრძერკაცია, ხო, ასე ქტენიან. და თუ ჩვენ ვიქნებით უხეშები და ვუპასუხებთ ჟესტიკულაციითაც უხეშად, აი ესე დაახლოებით, ხო? აი, არა, ჩვენ მაინც ვისაუბრებთ, ხო? ან ვიტყვით მაგალითად პუტინ ჰუილო, მათ ხო არ ეხებათ თითქოს. ეს მათ რასაკვირველია არ ეამებათ და ციხეშიც კი რას ვიყავი ხმარო, ახლა და გვადურთინებენ თავს. აი, რასაც ახლა უსმენთ, ეს არის ჩემი სვეტის, ტაბლოს სვეტის, ჩემი ირაკლი ტაბლიაშვილის სვეტის პროლოგი, შესავალი. და ახლა ერთი ფრიად საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ, მეორე ნაწილი ჩემი სვეტისა, რომელიც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ეხება გაცილებით საინტერესოს ჩვენს კონტექსტში, ვიდრე დედამიწის ასაკია. დიახ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ეხება მეორე ნაწილი ჩემი სვეტისა და უნდა დავიწყო ასე. ტრამპი, იცით თქვენ რომ გვაოცებს და ჩანს მომავალშიც გაგვაოცებს. და გეტყვით, რასაც გულისხმობთ, ცოტა ხნის წინ ის აშკარად გადმოსხვაფერდა კი არა, გადმოსხვაფერდა ეს მოხდა 26 აპრილის შემდეგ, ანუ ვატიკანში შეხვედრის შემდეგ. როცა ზელენსკიმ კი არ მონუსხა ამერიკის ლიდერი, არა. არამედ როცა ზელენსკიმ ალღოაუღო, ასე უნდა ვთქვა, მას და უთხრა ის და ისე, როგორც ეს ტრამპს, ასე უნდა ვთქვა, ეამებოდა. და ეს თაფლობის თვე ხო ამერიკასა და უკრაინას შორის გაგრძელდა, უბრალოდ გაგრძელდა თაფლობის თვემდე თვე, ასე უნდა დავახასიათო, ასე უნდა მოიხსენიო ეს რამდენიმე თვე აპრილიდან ვიდრე ივნისის ბოლომდე. ამერიკასა და უკრაინას შორის თაფლობის თვემდე თვე, ივლისის დასაწყისამდე, ივნისის ბოლომდე. ამერიკამ ამ თვეებში შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა ამავე ამერიკამ წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი, ასე მაგალითად ობამას ამერიკამ. ასე მაგალითად ტრამპის პირველი კადენციის დროს, ტრამპის ამერიკამ, ბაიდენის ამერიკამ. გულისხმობ ირანის ბირთვული პროგრამის როგორ თქვა, ახლა დასრულებას, ხო? ასაკვირველია დასრულებას და ესეც არის გაგიკვირდებათ და კავშირში უკრაინასთან, რაც უფრო სუსტია რუსეთის სამხრეთით, მით უფრო ძლიერია შეპირისპირებისას უკრაინა რუსეთთან შეპირისპირებისას. ამასობაში შედგა ტრამპისა და ზელენსკის კიდევ ერთი შეხვედრა. შედგა ნატოს სამიტი და ეგო ბოფხანილმა ტრამპმა ალიანსთან მიაღწია ასე უნდა თქვა წარმოუდგენელს, აბა რას, ხო? 5%-მდე გააზრდებინა სამხედრო ხარჯები. პირველი კადენციის დროს უნდა შეგახსნოთ ის 2%-ს ითხოვდა სტოლტენბერგისაგან და მერკელიადაში ჩარჩენილი ევროპა ადეკვატური არ იყო. ახლა 5%-მდე გააზრდებინა სამხედრო ხარჯები. ევროპა ემზადება გრძნობს რა ეგზისტენციურ საფრთხეებს რუსეთისაგან. რუსეთი უკან არ იხევს ერთის მხრივ, მაგრამ რუსეთს უკან უნდა დაახევინონ. ამასობაში მოხდა ამბავი ამავე რუსეთში. სტრატეგიული ბომბდამშენების ნაწილი აფეთქდა
უკრაინამ ააფეთქა. ეხლა ბევრი იტყვის, რომ ტრამპმა მისცა კოორდინატები ვარო შეერთებულებას დატებავა, მაგრამ რაც ზედაპირზეა იმაზე ვისაუბროთ და არა იმაზე, რაც დამარხულია ისტორიის ჭიუხებში, არ ვიცი ხო, რა სადღაც დამარხულია. CIA-ს თუ პენტაგონის არქივებში. რავი, მოკლედ, ბევრი რამ მოხდა, რასაკვირველია, ბევრი რამ მოხდა და ეს რაც ჩამოგისახელეთ ახლა ხო არის ალბათ 50% მნიშვნელოვანი ამბებისა. ჩვენ კი ვხედავთ ამასობაში ბიძინა ივანიშვილის გამო და როგორ გითხრათ ახლა და ლობიოს ავჭამთ. ჯაბა იოსელიანი რო ამბობდა ლობიო არ გეგონოთო დემოკრატიაო ჩვენ ლობიოს ვჭამთ. ეს უნდა მეთქვა, ხო, ესეც უნდა მეთქვა. ოღონდ სხვა რამეს უნდა მეთქვა და სხვა რამესაც ვიტყვი. ჩვენ კი ვხედავთ და არა მარტო ლობიოს ვჭამთ. არამედ დედამიწის ასაკზე კამათისაკენ გვიბიძგებენ, გვიბიძგებს ბიძგვინა, იგივე რუსეთი. გვიბიძგებენ, რომ ჩვენ არა მარტო ვიკამათოთ თუ ვიბსჯელოთ, არამედ დავხოცოთ ერთმანეთი. ვიჩხუბოთ ამ თემაზე 4.5 მილიარდი წლისაა თუ 2.5. იქნებ 7000 წლის არის, ესეც არიან წით, რომლებიც ამბობენ, რომ დედამიწა არის 7000 წლის. და გავაკეთოთ. ახლა მოდი დავსერიოზულდებით თქვენის ნებართვით, მართლა არ ვილაპარაკებ დედამიწის ასაკზებით უფრო 7000 წელზე და გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სოფლიოში ივნისის ბოლომდე, ივლისის დასაწყისამდე, მაგრამ უცებ მოხდა აი ძალიან საინტერესო პროცესებია. რადა თეთრმა სახლმა უკრაინისათვის საკვანძო ტიპის შეიარაღების მიწოდება შეაჩერა ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში. გააბრუნა. და ეს გადაწყვეტილება ბრჭყალებში ამერიკის ინტერესების პრიორიტეტულად განსაზღვრის მიზნით ახსნა, ანუ ჩემი პრიორიტეტია რომ უკან გავაბრუნო, რომ გავამარტივოთ. და ითქვა ისიც რომ თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გადახედოს ეს ითქვა სოფლიოს ქვეყნებისათვის სამხედრო დახმარების გაწევის მასშტაბებს. NBC წერდა რომ უკრაინისათვის შეჩერდა შემდეგი ტიპის იარაღის გადაცემა დავიზეპირე ლამის. ეს არის პატრიოტის 104-ის მიმ სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები ათეულობით. 1000-ობით 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, 100-ზე მეტი ტიპი 100-ზე მეტი ჰაერი მიწა კლასის რაკეტა, სახელი არ მახსოვს, 250-ზე მეტი მაღალი სიზუსტის GMLRS რაკეტა ჰაიმარსებისათვის, ათეულობით სტრინგერი თუ არ ვცდები 26-ია ლაპარაკი, მაგრამ ერთგან წერენ რომ ათეულობით არისო. ხო? საზეინტო სარაკეტო კომპლექსი და რაკეტა, ასე შემდეგ 120 ტიპის AIM 120 ტიპის ჰაერი კლასით, ბევრი რა, მოკლედ რა. რა არა. ასევე ყურბარ ტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. ოღონდ, როდესაც ამას ვამბობ, რომ ამერიკამ შეაჩერა მეთქი და ამის გაბო უნდა დავიწყო ახლა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გინება, მეც დავიწყებდი სიამოვნებით, მაგრამ მე მოგიწოდებთ რომ არ იჩქაროთ. ეს ყველაფერი რაღაც ჩანაფიქრს გავს მეთქი, ასე უნდა ვთქვა. იქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები დათანხმდება ამ და კიდევ უფრო მეტი მასშტაბის იარაღის უკრაინისათვის გაგზავნას მას შემდეგ, რაც ევროპული სახელმწიფოები გამოყოფენ თანხებს და მე გაგახსენეთ ყველა რომ ნატოზე გადაწყდა ნატოს 3.5%-მდე გაიზრდება თავდაცვის ხარჯები, ევროპული სახელმწიფოები გამოყოფენ თანხებს საბრძოლო მასალისა თუ სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი კომპონენტების კიევისთვის შესაძენად. ანუ ამერიკამ უთხრა ევროპას მარტივად რომ ვილაპარაკოთ, შეიძინეთ თქვენ და გავაგზავნი მე. შეიძინეთ თქვენ ბერლინში, ლონდონში, პარიზში, სხვა ქვეყნებში და გავაგზავნი მეც. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ დონალდ ტრამპმა სანქციები მოუხსნა სამწუხაროდ რამდენიმე რუსულ კომპანიას. ესეც ჯიუტი ფაქტია. მათ შორის, ნახეთ, ესეთი კომპანიაა როსაბარონ ექსპორტი. გაგიჟდება კაცი რა. აგრეთვე ბანკებს, კერძოდ შავი სიეიდან, შავი სია ხო არსებობს, ამოიღეს რამდენიმე რუსული ბანკი, ფინანსური ინსტიტუტი და ფიზიკური პირების თუ არ ვცდები, მათ შორის აი ამ ბანკებს შორის არის ტემპ ბანკი, კიდევ არის რუსული ფინანსური ალიანსი,
RFK ბანკი, საზღვაო დახმარება, პრომ სირე იმპორტი თუ რაღაც მსგავსი STG ბანკი თუ STG ლოჯისტიკა თუ არ ვცდები კომპანია მოკლედ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხევების, ნუ კერძო პირებსაც შეეხო. გაგიჟდება კაცი რასაკვირველია თან ეს რა ფონზე ხდება ხო ხდები ტრამპი როცა იყო უადეკვატურესი აპრილის 26-დან ვიდრე უხეშად ივნისის აპრილიდან მაისამდე, მაისიდან ივნისამდე 2 თვის განმავლობაში. მაგრამ მე აკითხავთ რომ არ იჩქაროთ მეთქი. არ იჩქაროთ. საერთოდ როცა ტრამპზე ვსაუბრობთ, არ ვიჩქაროთ. ამ ყველაფერს მოხვა ესეთი სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერია ტემი ბრიუსი, რომელმაც საოცარი რა თქვა. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. რომელმაც თქვა, რომ შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება შეჩერების თაობაზე არ ნიშნავს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების სრულ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ უნდა თქვა, გაგიჟდება კაცი. თუმცა მანვე განმარტა, რომ არსებობს მრავალი სხვა ძლიერი ვარიანტი და ძალისხმევა უკრაინის სიტუაციის გადასაჭრელად და ამასთან იარაღით გადასაჭრელად. მისივე თქმით პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა თავის დარჩენილ, ანუ არსებულ ვალდებულებებზე პატრიოტის რაკეტებთან დაკავშირებით, ანუ ერთის მხრივ შეუწყვიტა მოაბრუნა უკან და მეორეს მხრივ ტრამპს უთქვამს, რომ პატრიოტებს მივცემ რასაკვირველია. და მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს ჩვენი, ანუ მათი დახმარების ან იარაღის მიწოდების შეწყვეტას უკრაინისათვის. ოღონდ ცოტა ხანი გვაცადეთ. ამბავი მაინც ატყდა, მოდის ვიხდი. ამბავი მაინც ატყდა, თუმცა შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამასობაში შეგვიძლია დედამიწის ასაგზეც ვიმსჯელოთ განა არა. რო რასაკვირველია შეგვიძლია ვიმსჯელოთ მიუხედავად იმისა რომ ესეთი ცხელი ამბებია მსოფლიოში აი ტრამპმა ის თქვა ტრამპმა ეს თქვა ტრამპმა ისქნა ტრამპმა ესქნა. მოკლედ ამის შემდეგ და განმარტებების მიუხედავად ევროპელი ოფიციალური პირები გაოცდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების შეჩერების შესახებ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ტრამპმა ნატოს სამიტზე კვლავ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, გააკეთა დამაიმედებელი განცხადებები. 5%-ის თაობაზე და დაავალდებულა ევროპა, რომ 5%-მდე გაზარდეთ ეს ოხერი და თიალი, ეს თქვენი თავდაცვის ხარჯებია. ანუ ადეკვატური იყო ტრამპი ნატოს სამიტზე, მეთქი ამის თქმა მინდა. ევროპელები კი გაოცდნენ, იქ განცხადება გააკეთა მერცმა, მაგრამ ამ და მერცი ვილაპარაკებთ და მოგვიანებით, თუმცა ამ ყველაფერს მოხვა პენტაგონის განცხადება. პენტაგონის განცხადება კომენტარი უფრო სწორად შეერთებული შტატების მიერ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინისათვის, რომელშიც ამ პენტაგონის განცხადებაში ითქვა საოცარი რამ კიდევ ერთხელ თავდაცვის დეპარტამენტი, ანუ პენტაგონი აგრძელებსო ითქვა პრეზიდენტისათვის, ანუ ტრამპისათვის ძლიერი და მრავალფეროვანი ვარიანტების შეთავაზებას უკრაინის სამხედრო დახმარების კონტექსტშიო, საკითხშიო, კონტექსტშიო. ამას ამბობს თავდაცვის უწყება. ამავე დროს დეპარტამენტი მკაცრად ამოწმებს და ადაპტირებს საკუთარ მიდგომას, ახდენს საკუთარი მიდგომისა ამ მიზნის მისაღწევად შეერთებული შტატების სამხედრო მზადყოფნისა და იმ თავდაცვის პრიორიტეტების და შეერთებული შტატების ბუნებრივი აქვს თავის პრიორიტეტები შენარჩუნებით, რომლებიც პრეზიდენტის პოლიტიკას, ანუ ტრამპის პოლიტიკას ამერიკა უპირველეს ყოვლისა ეთანადება, დღის წესრიგს ემსახურება, ხო? რა პოლიტიკაც აქვს ჩამოყალიბებული ტრამპს. საოცარი რამეა, ხო? და უცებ ითქვა საოცარი რამ, ციტატა, აი ამ პენტაგონის განცხადებაში. ჩვენ არ გავაკეთებთ განცხადებებს შეაჩერეს ოღონდ. არ გავაკეთებთ განცხადებებს უკრაინისათვის გადაწყვეტილი საბრძოლო მასალის კონკრეტულ რაოდენობაზე, ტიპებზე ან ამ მიწოდებებთან დაკავშირებულ ვადებზე. თუმცა თავდაცვის მდივანი განაგრძობს რეკომენდაციების გაცემას პრეზიდენტისათვის უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ. გადაწყვეტილებების მისაღებად, ანუ ჰექსეთი ეუბნება ტრამპს, მე აი ესეთი ხედვა მაქვსო და დახმარების თაობაზეო და შენ მიიღე ახლა გადაწყვეტილება. კარგი განცხადებაა, მე მაინც მგონია უფრო კარგია ვიდრე ცუდი.
ვახ გერმანია ჩაერთო გერმანია ისევ ანტიმერკელი მერცი ჩაერთო ამ პროცესში ამასობაში შოლციც ანტიმერკელი იყო თუ გულახდილნი ვიქნებით მაგრამ მერცი ჩემი აზრით ყოველთვის ანტიმერკელი უფროა იმიტომ რომ ხვდებიან ბერლინში რაც ხდება მათ თავს მათ შორის და ბერლინიდან ითქვა რომ გერმანია აპირებს გერმანია მზადაა შეერთებული შტატებისაგან უკრაინისათვის შეიძინოს Mi-104 პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი ბატარეა და ითქვა ისიც რომ გერმანიის მთავრობა სასწრაფო რეჟიმში მუშაობს გამოსავალზე რათა უკრაინას მიაწოდოს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საკმარისი რაოდენობის პატრიოტის ანტირაკეტები საინტერესო განცხადებაა მე დარწმუნებული ვარ რომ გღლით მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ეს თემა ხო უფრო საინტერესოა ვიდრე დედამიწის ასაკზე ჩემი მსჯელობანი ამას დაემატა მაკრონის ზარი ალო ვლადიმირ ბონჟუ ვლადიმირ ესე დაურეკა ალბათ ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ პუტინს შლეგს და მაკრონი კიდევ ერთხელ მიხვდა რომ პუტინს ომის დასრულება მეგობრებო გაგიკვირდებათ და არ უნდა და უკვე შემდგომ შედგა ამ ეტაპისთვის ალბათ ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია ტრამპსა და პუტინს შორის რომელზეც მე ოდნავ დეტალურად შევჩერდები და რომლის დროსაც მეგობრებო ხო სხვანაირად ვიტყვი უშაკოვია ესეთი პუტინის თანაშემწე და ამბობს ეს უშაკოვის შემდეგ რამეს ამბობს ხარება ვერ მოილაპარაკეს აქვე ვიტყვი მაგრამ უშაკოვი რას ამბობს იმასაც გეტყვით დაბადებით უშაკოვი ამბობს რომ პუტინმა ტრამპს კაფიოდ განუცხადა რომ რუსეთი უარს არ იტყვის უკრაინაში SVO-ს ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ბიზნესის მიღწევაზე გამგიჟდებოდა ტრამპი ანუ ხვდებით ხო აი ბიზნესმენები ვერ ხვდება დედამიწის ასაკზე კამათის მსურველებიც ვერ ხვდებიან კინოში ვინც დადის და არა იარეთ რა თქმა უნდა და უნდა უყუროთ ახალ ფილმებს და მუსიკასაც უნდა უსმინოთ და ასე შემდეგ და აშენებთ ფეხბურთსაც მაგრამ ამავდროულად ამ ყველაფერშიც უნდა იყოთ მეთქი აი ბიზნესი ამ ყველაფერშიც არ არის და კინოში არ დადის ან დადის არ ვიცი არა კინოში არ დადის სადღაც რაღაცას უყურებს ალბათ ნაკლასნიკი რუზე მოკლედ ბიზნესი ვერ ხვდება და თქვენ მაინც უნდა ხვდებოდეთ რომ პუტინმა ტრამპს გავიმეორებ კაფიოდ უთხრა რომ რუსეთი უარს არ იტყვის უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევაზე ვის უნდა ომი ვინ არის გლობალური ომის პარტია მე გეკითხებით თქვენ რუსეთი თუ შეერთებული შტატები რუსეთი თუ უკრაინა და ეს იმ ფონზე როცა ტრამპმა უკრაინისაკენ მიმავალი დახმარებები აი რაც ჩამოგითვალეთ და ძლივს რომ გავიხსენ, ძლივს რომ დავიზეპირე და გავიხსენე, ეს დახმარებანი უკან გააბრუნა, მიაბრუნა. რუსულ ბანკებს და კომპანიებს სანქციები მოუხსნა და მერე აიღო ყურბილი hello ვლადიმირ. How do you do ვლადიმირ? მერე გაუთხრა. რაც კაფიო სიგნალი უნდა ყოფილიყო პუტინისათვის რომ ტრამპი რაღაცაზე მოდის. მაგრამ პუტინმა ეს ვერ შეიგნო და ვერ შეირგო. მეორე და საინტერესო, წარმოიდგინეთ რა თქვა, რა უთხრა პუტინმა ტრამპს. მეორე ამბავია, ესეც საოცარი ამბავია, ხო? რომ რუსეთს მიუძღვის უმნიშვნელოვანესი როლი ამერიკული სახელმწიფოს ფორმირებაში. აი ეს ego მოძლიერებული ტრამპისთვის ეს ალბათ ძალიან რთული მოსასმენი იყო. უნდა მოკვდეს სიცილით ერთის მხრივ, მაგრამ ეს ტრამპი ცოტა კი არ დაიბნეოდა, არამედ გაოცდებოდა, გაბრაზდებოდა კიდეც უკვე ყურბილდაკიდებული. მესამე დასცინის მეთქი, დასცინისო პუტინი ტრამპსო ბევრი ამბობს და ვიტყვი, პუტინმა ტრამპს შესთავაზა დაცინვის თვალსაჩინოება, გასხედით მართლა. ტრადიციული ღირებულებების ამსახველი ფილმების გაცვლა. არ ვიცი, საბჭოთა ფილმებიდან რაც გულისხმობს სიმართლე გითხრათ, მაგრამ არც ამერიკული ვიცი საბოლოო ჯამში. მოკლედ არ ვიცი, ვინ რაღაც კომისია შედგესო და თქვენი 20 ფილმი გამომიგზავნეთო უხეშად და ჩვენ 20 ფილმს გამოგითარგმნით განა არაო. აი ისეთი ფილმებიო, რომლებიც ახლოსაა რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხედულებებთანო. არ ვიცი. ეს საბოლოო ჯამში ეს უშაკოვმა თქვა არც ვამატებ და არც ვაკლებ. რა მოხდა მერე? მაღალი ალბათობით ტრამპმა
ეს საინტერესო ამბავია. მერე მოხდა შემდეგი რამ. ტრამპმა ყურმილი აიღო და დაახეთქა. პირდაპირ მნიშვნელობით. ანუ გათიშა. დაასრულა საუბარი გუდბაის გარეშე, დამშვიდობების გარეშე. ამასთან დაკავშირებით ეს მედიაში გაჟონა ამ ინფორმაციამ და უშაკოვმა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე მისის იმპერიალისტია ცხადია თქვა შემდეგი განმარტება. ძნელია დადგენა ვინ დადო ყურმილი პირველმა პუტინმა თუ ტრამპმაო ამბობს უშაკოვი. ბოლოს ტელეფონი გარწმუნებთ თარგმნელებმა გათიშესო. ეს ნამდვილად ვიცითო. აი წარმოიდგინეთ. არ ვიცი რა მომენტში გაბრასდა ოღონდ ტრამპი, ვერ გეტყვით. ალბათ იმ მომენტში როცა პუტინმა უთხრა რომ ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის წინ შექმნაში რუსებს უზარმაზარი წვლილი მიუძღვითო. აქვე ვიტყვით რომ ტრამპი კვლავ აყენებდა მოთხოვნას სამხედრო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის დასრულების შესახებ. პუტინი კი ცინიკურად აღნიშნავდა რომ გრძელდება კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის პოლიტიკური მოლაპარაკებებით გადაწყვეტის მოგვარების ძიება. პუტინი ამას აწვება, ტრამპი ეუბნება დაასრულე, შეწყვიტეთ ცეცხლიო. ხო, საოცარი ცინიზმია მეთქი. ანუ პუტინმა ტრამპს კიდევ ერთხელ მიახალა, ან მიაღებინა ცივი შხაპი, ან ჩაახედა რეალობისათვის და განუცხადა რომ ომს არ დაასრულებს, არ შეწყვეტს, მანამ სანამ დასახულ მიზნებს არ მიაღწევს. კატასტროფაა ეს ტრამპისათვის. და ამაში ჩანს რომ პუტინი რომ არ დაასრულებს, ომს დარწმუნდა ტრამპიც, რომელიც ალბათ და ახლა ესე უნდა ვთქვა, აღადგენს უკრაინისათვის აი მის მიერვე შეწყვეტილ სამხედრო დახმარებას 4 დღის წინ, რადგან წესითა და რიგით ის მიხვდა, არ უნდა მიმხვდარიყო, რომ მუცელღორა რუსეთმა მისი ჟესტებიც კი, მათ შორის სანქციების მოხსნის თაობაზე, ვერ დააფასა და არასწორად წაიკითხა. ძალიან ვრცელი ვიდეობლოგია, მე მესმის, მაგრამ საინტერესო გონია. ოღონდ ამას იზამს ტრამპი ალბათ დღეს ზელენსკისთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტს ამას და დღეს საღამოსთან ჩვენ ამაზე გვექნება ვიდეობლოგი მაღალი ალბათობით ოღონდ გვიან ზელენსკი ტრამპის სატელეფონო საუბარი შედგება. მანამდე კი ტრამპმა თქვა რომ ძალიან უკიდურესად საოცრად იმედგაცრუებულია იმ საუბრით, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან ჰქონდა. მისივე თქმით ის აღარ ფიქრობს რომ პუტინს ომის შეჩერება სურს და ის გულდაწყვეტილია ამისა და გამო ეს ძალიან ცუდიაო თქვა ტრამპმა. და ამასობაში მას პრეზიდენტ ტრამპს დაეწია საკმაოდ გავლენიანი კონგრესმენის რესპუბლიკელის ამასთან დონ ბეიკონის მიმართვა, რომელსაც ეხლა მოგახსენებთ რა უთხრა ბეიკონმა ტრამპს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ფაქტია რომ არ მუშაობსო, ეუბნება ბეიკონი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვიდრე ვაწარმოებთ, მანამდე პუტინი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, აი კიევშიც კი, კიევიც კი დაბომბა კიდევ ერთხელ და მიაქციეთ ყურადღება კი არა, ნახეთ კადრებიო. და ამისა და გამო აუცილებელია რომ სტრატეგია შეიცვალოსო. ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა უკრაინა კბილებამდე უნდა შევაიარაღოთ და დავაწესოთ ყველაზე მკაცრი სანქციები. ეგრა მაგის პასუხია და ლინციგრების სანქციების დაწესების დღე ახლოვდება. ყველაზე მკაცრი სანქციები უნდა დავაწესოთ. პუტინი დაქცინით თქვენ და ამერიკასაც დასცინის ბატონო პრეზიდენტო. ეს წერია კონგრესმენის მიმართვაში პრეზიდენტი ტრამპისათვის. აი ეს იყო ჩემი სვეტი. თუმცა მე მაინც ვიტყვი, ბოლოს ვიტყვი, ბიზინა აიმას რაც მე გიამბეთ ვერ ხვდება, თვალყურსაც არ ადევნებს ალბათ. მას აქაური დიდი სოფლის გაკეთება უნდა, საქართველოსგან უნდა ჭორბილის გაკეთება, დიდი, რომელსაც არ ჩენს ოღონდ ისიც ბოლომდე არა ცხადია ესე, ძვალს მოგვიგდებს მეთქი. იმ ჭორბილისთანში ყველა უნდა იყოს მსგავსი, ასე მაგალითად მარიამ ლაშხისა, მამუკამ დინარაძისა, ირაკლი კობახიძისა, საქართველოს პარლამენტად წოდებული ბანდის 89 დეპუტატისა. ერთ თარგზე უნდა ვიყოთ ჩვენ ყველანი მოჭრილები. არ უნდა ვსაუბრობდეთ პოლიტიკაზე. არც გლობალურზე და არც ადგილობრივზე. არ უნდა ვსაუბრობდეთ თემაზე რა ხდება
ამ ქვეყანაში არ უნდა ვსაუბრობდეთ თემაზე, როგორ სცემდნენ ახალგაზრდებს და როგორ ასმებდნენ ამ ახალგაზრდებს მათივე სისხლს. არამედ უნდა ვსაუბრობდეთ ჭამაზე, დედამიწის ასაკზე, მონიკა ბელუჩის მკერდის ზომაზე, ანუ კი არეშიძის ლუქზე, ყავაზე და კიდევ რა ვიცი, რა გინდა რა მე-17 ხარისხოვან საკითხებზე და თუ არ ვისაუბრებთ, ჯარიმა 5000 ლარი, ეს არის ბოლო, რასაც ვიტყვი ახლა, 5000 ლარი ჯარიმა, ან ციხე ზედ გაქვთ, ეს იყო ჩემი საავტორო სვეტი, ტაბლოს კოლუმნ, ესე ქვია, მე ვარაუდობ საინტერესო ვრცელი, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ არ ისაუბროთ დედამიწის ასაკზე მაშინ, როდესაც ქვეყანა გაუქმების საფრთხის წინაშეა.